სუქანი თაფია. ძალიან კარგი. ესე იგი ბიტკოინის ფასმა მოიმატა, ხო? ძალიან კარგი. NASDAQ-ის აქციების ფასით შემატყობიეთ. კარგი. ძღოლი გაამზადე და მოვდივარ მეც რა. შეხვედრა მაქვს ბოლო. კარგი, ოკეი. მობძანდი. გამარჯობა. გამარჯობა, დავძანდი. დაცვის თავობა პირდაპირ დაცვის ვაკანსიაზე იყო, დიახ, და იმის თავაზე. გამარჯობა. ბატონო. ესე იგი თქვენი CV მე მგონი მაქვს, ხომ? კი, გადმოგზავნილი მაქვს ყველაფერი თავის დროზე, კი. მაინც კომპიუტერში. დიახ. სახელი გვარი მითხარით თქვენი? გიგა შქმერული. გიგა შქმერული. დიახ. გიგა შქმერული. მოდი რა კიდევ ერთხელ გადავავლებ მაინც თვალს, იმიტომ რომ ბევრი ვარიანტი არის. კი ბატონო. გიწერეთ თუ თქვენ ეს ბევრი რაღაცა შეგიძლიათ, რაზე აქვს საუბარი? ბევრი რაღაცა, ანუ კი ბატონო, არა, გიპასუხებთ. ესე იგი, რავი, ძიუდო შემიძლია, ტაიკვანდო, ჯიუჯიტსუ, ბრძოლა წესების გარეშეს რამოდენიმე ელემენტი, საამბოდ შემიძლია, აგრეთვე ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, სხვათა შორის დაცვას რა და მეორე სართულზე თავს მაგრად ისე უტყვა, საკაითო. ხო, რა ვიცი, კიდე ეს შემიძლია, ცეკვად შემიძლია, სიმღერად შემიძლია, ლექსით შემიძლია მხატვრულად რო წავიკითხო. მაღალ დახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი, თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლადედო, შიგმზე სანთლადნეთო დახავს უფლისნებით. წყალობას ანიშნება. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისდა გაშლი ხელისმუზე. დავძანდი, გასაგებია. თავინამოლონდები. არა, დავძანდი, ეგ გასაგებია, მაგრამ მე უფრო დაცვის სისტემებზე გეუბნებით, ანუ რას ფლობთ, რამე ბოდიში ვერ გავიგე მაშინ ასო. ხო, ნუ დაცვის გამოცდილება მაქვს, ესე იგი, ელიტური სპეცრაზმის კურსები მაქვს. კი ბატონო, მასე დაგეწყოთ ავიდა. გავლილი 2 წლიანი, მსახურობდი ავღანეთში, კი, სომალის სამოქალაქო ომშიც ვიღებდი მონაწილეობას. სხვათა შორის პირად დაცვაში მუშაობდი ერთ-ერთ შეიხთან და 2 წელი ისრაელში სხვისი სახელით და გვარით აუზებს ხეხავდი. აუზებს რატო ხეხავდით? მშვიდობა იყო და როცა მშვიდობა არის, მაგ შემთხვევაში ხო თან არალეგალად ვიყავი და იქ გასაგებია, ძალიან კარგი. აი თქვენა გიწერიათ ცივში, რომ ესე იგი წარმოშობით ხართ ქუთაისიდან, ხო? დიახ, წარმოშობით ქუთაისიდან. ნამდვილად ქუთაისიდან მზადნები? კი, აბა. კი. შეიძლება რომ დავტესტო ქუთაისები. კი ბატონო, რავი. აი მე გეტყვით, აი მაგალითად, აბა რას გულისხმობ ეხა? ბაბა. აი რა ვიგულისხმე ეხა? მოიცახე, ეგ შუაშია ვერ გავიგე. აი დავუკვირდით. ხო, კარგი. ბაბა. აი რა გითხარით ეხა? აქ მეორე. აი კარგია, კარგი. მოდი ცოტა უფრო გავართულოთ, კარგი? ცოტა უფრო. აბა, მითხარით? კიდევ ერთხელ შეიძლება რაღაცას სიმღერა აშკარად, მაგრამ ვერ ხვდები ზუსტად რომელი. ქუთაისელი მღერის თბილისოს. აჰა, ხო, გასაგებია. ცოტა ფული იყო ეგ, მაგრამ არა უშავს. კი. რა არის მე პრობლემა არ არის გადაგიხდით თანხაზე მე პრობლემა. რამდენს გადამიხდით მაშინ თუ ისე გააჩე რა ტიპის დაცვა შევამთავროთ? რა ტიპის დაცვას? მაქვს რამოდენიმე პაკეტი, არის პირველი პაკეტი, ესე ვთქვათ 1000 ლარიანი, ანუ ამ შემთხვევაში შემიძლია ფიზიკურად დაგიცვათ მხოლოდ. არის 2000 ლარიანი, ანუ ფიზიკურად გიცავთ თუ საჭირო იქნება ჩემი, ესე ვთქვათ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს თქვენ ჯანმრთელობაზე და მესამე მაქვს full პაკეტი, ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი პაკეტი, შემიძლია დაგიცვათ ისე, როგორც პოლიცია იცავდა წელს აღდგომებზე სასაფლაოებს. ანუ არავის არ შეიძლება. არავის არ მიგაგარებს საერთოდ, ხო? ცოცხალ არსებას არ გაგაგარებ. ნუ პრობლემა არ არის, მგონი რომ შევთანხმდით, ერთი თხოვნა უფრო მოთხოვნა მაქვს, კარგი? კი ბატონო, რა ვიცი. ესეთი რაღაცა მინდა რომ ანუ არც ერთ საკვებ ობიექტზე მანქანას არ აჩერებთ. ეგ რა შუაში. რაც არ უნდა მოხდეს, არც ერთ საკვებ ობიექტზე მანქანას არ აჩერებთ. ნუ ძირთად კვებისგან რო დავიცვათ რა. ეგ ვერ მივხვდი. არა, ეხლა აღიხსნით რა, ანუ მე ჩემი შვილისთვის მჭირდებით, მე ანუ მინდა რომ თქვენთვის ჩემთვის არა, ჩემი შვილი მინდა რომ კვებისგან დაიცვა, თუ პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა არ იქ. თქვენი შვილი ეხავე შემოვა და ეხავე მამა შემოდი რა მამი რა. აი ეს არის ჩემი შვილი. ხო, მეგობარს ვიცნობ და ბოდიში. აქეთ დავძანდით ბოდიში. ხო. მე პრობლემა არ მაქვს. თქვენ თუ პრობლემა არა, იცით რა არის, მე მგონი ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვა, იმიტომ რომ
იმიტომ რომ მე კერძო პირების დაცვა ვიცი და ახლა ობიექტების დაცვასთან რა ვიცი გამოცდილება არა. მოდი რა არის მე კონტრაქტი გაგიფორმებს ერთწლიანი კონტრაქტი იყოს. არა, იყოს, მოდი მე წავალ რა. ფულზე არა მაქვს პრობლემა 5000 გადაგიხო. არა, წავალ მოდი. 6-იანი იყოს. არა, წავალ არა. აბა რამდენიანი გინდათ? რა ვიცი, თუ გინდათ 2 საათიანი იყოს, ახლა რაც მას გასაუბრებას ასწავლო. ხო, დავტესტოთ. მოდი ხელი მომიწერი აქ. 5000 გადამიხდით. 5000 გადაგიხდი კი ბატონო. 5000 გადამიხდით. კი. კარგი, მაშინ ხო რა ვიცი. ელექტრონული აი ხელი დაადე თითი აქვს და კი ელექტრონული. ბატონო, გავეცნობი და კი ბატონო, თითი დაადე. აუ, აზე ხარ ახლა რა ხდება? ამან მე ახლა აქ დამინახა და ეს სადამე წამსულელია, ცია? გთხოვ მითხარი რა. იმენა დაგზდევ შენ თავს ფიცევარ. იმენა დაგზდე. არ მოვიშორე, ხო იცი და დამანებოს თავი რა. აუ, აზე ხარ ტიპმა საიდან მაგრძნობინა რომ სუსტი არსება ვარ? აი მე რა იდიოტი, აი მოვკლავ რა. მოიცადე ხა ნუცანცარ, ხო იცი? თამამად რაღაცა ისე სვეცკა დადაკი გასწორდი მხრებში. აუ, იცი ამ ამბავს ორი დადები, ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მხარე აქვს. რა? ხოც რა დადებით რა უარყოფ. უარყოფითი აქვს რომ 6-ის მერე არ ჭამს. ხა მე ძალიან კაი კვიქ რა არ მოგწონს. რა იდიოტი ხარ. მე 6-ის მერე როგორ არ შევჭამო ეს ბატკანი. ამაზე. ხო, გასაგებია, კარგი, თანახმობა რა, კი ბატონო. თანახმობა ყველანაირად. ძალიან კარგი. ხო, მა. ეხა ნუ გააგიჟებ რა. არა, გავიცნობ ერთმანეთს და ძალიან კარგი. ხო. მე გავალ. შენს და დავიწყო ხო? კი, მე ხო გამოვდივარ მძღოლი მზადა. აი, მა. კარგი მამი. გაგაცირებ მარინე. შედეგენერატო შენ. კუჩი დაყვები ატყაბკვა? მამამისი. მოდი აქ შეიდიოტო შენ. შენ ნორმალური ხარ ბიჭო. რა გინდა რას გადამეკიდა? აი ესე რომ შემოაბიჯო ჩემს სახლში და შემომეჭერი, აი ესე ნებართვის გარეშე. შენ იცი მამა, ჩემს რამდენი დაცვა ყავს? რამდენი? აი 4-ად რო გამყო და 3-ზე რო გამრავლო, აი მაგდენი. 18 კაცი იცო? კარგი, დავდგები მე გარეთ და მე დაცვა. მანდიდექი. იდიოტო შენ. ისე საიდან იცანი? მართლა არ მეგონა თუ მიცნობდი. რატო? ძალიან დაკლებული ვარ, განახევრებული ვარ, ფაქტობრივად ისე დავამბიცავნა. შენი გოლია. ხო, ოღონდ კარგი, მე დაცვა ვარ და ძალიან გთხოვ. კარგი, მაშინ მოდი დეტალებზე ჩამოვყალიბდეთ, ხო რა და როგორ იქნება? ანუ დღის მანძილზე გასაგებია რომ დღე უნდა დამიცვა, მაგრამ ამის გარდა კიდე უნდა დამიცვა აუცილებლად ღამე. ხო, მაგრამ მე არ შევთანხმებული. არა, კი, მაგრამ შეთანხმდით მე მგონი, არ ვიცი, მამჩები დაგელაპარაკება ცალკე. ეხლა რა ხდება? ღამე მაქვს შიშები. სასწაულის შიშები, ამიტომ საწოლის თავზე უნდა მეჯდე ყოველთვის. არ ვიცი, ღამე მეღვიძება და შიშის ფონზე შეიძლება შამპანიურის ბოთლი გავხსნა და დაგისხა შამპანიური. ან შიშის გამო კი ან შეიძლება სურნელოვანი სანთელი დაგითო და ეს ყველაფერი უნდა აიტანო. კარგი? კარგი, უღონ დამატებითი ანაზღაურება იქნება საჭირო. მაღაზი მამასთან. კი ბატონო. და კიდე რა მინდა იცი? როგორ მინდა იცი დამიცვა და აი როგორ მინდა იცი რომ გულზე გადამეფარო? აი სუპერმარკეტებში ძეხს რო თლია, ხო იცი ესე რო ჭრიან. აი ესე რო ჭრიან, თხლად. და მე რო აი ესეთი ცელოფინით რო გადააფარებ. აი ესე რო გადააფარებ, აი ესე მინდა რომ გადამეფარო გულთან. ის ფანტაზია ძეხს ვერ გახსნა. თაც, მოდი ასე, თაც. მიცავ, ხო ეგრეა? კი ბატონო, ვიცი. ხო, ძალიან მაგარია. და კიდე ჰოლივუდიდან ჩამოდიან გადამღები ჯგუფი, მიპოვეს როგორც იქნა. ნუ ამაჩემა გადაუხადა იქ ფული და კლიპს ვიღებთ. აჰა, გასაგებია. მოკლედ, ნუ არ ვიცი იქ თავდასხმა საიდან იქნება, შეიძლება მარჯვნიდან, შეიძლება მარცხნიდან. ფანების ანუ. ფანების, რა თქმა უნდა, შემოსება მექნება ძალიან. აი დაუშვეთ მარჯვნიდან დამესხა ფანი, რა ნუ გადაგეფარები მარჯვნიდან. მარცხნიდან? მარცხნიდან გადაგეფარები. ზურგიდან? უკან მოვალ, კი. წინიდან? წინიდან გადაგეფარები. რამდენი ვართ? ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. კარგი, გავალ მე ხო გარეთ დაგიცავ, გარედან დაგიცავ, გავალ მე გარეთ, ხო? აი, მაშინ მოდიცი. შენ აქ იქნები. მოდი მუსიკის ფონზე გავიაროთ ეს ყველაფერი შეიძლება? ხო რა გავაკეთე? ჩართე რაცი რა, მიდი. წარმოიდგინე, რომ კონცერტი მაქვს.
მიდითა წარდანებზე. შეხვედრა ნათესავებთან. ეს ერთად შეკრება ნათესავების ისე მიხარია ეხლა ყველას ერთად რო გხედავთ არ იცით. ო მარტო ხორცილებში რო ვიკრივებით, ანუ ეგეც გამოვასწოროთ ეხლა. ისეც რომ მოხვიდეთ ამ ნახოთ რა მოხდება ერთი გამომიარეთ. ო რა შემოგვიარეთ. სულ ხორცილი ეგ არ არის. აი სუფრაქონია. და მონატრებულზე მოგეფეროთ ერთი ყველას, თქვენ გენაცვალეთ. აი ესენი მამიდა არიან სულ ყველა ჩვენი ნათესავები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მამიდა, ამათ შენ ყველას უნდა იცნობდე მამიდა. ასე ჭირში და ხილში მამიდა თუ არ ვიარეთ ერთად, დაიკარგება ნათესაობა მამიდა. ხო იცი რომ თავარი ჩვენთვის არის ნათესაობა მამიდა. გასაგებია, მაგრამ მალე წავალთ. აბჯიში რაღაც ეს არის ტურნირი დღეს და რო არ მივიღო მონაწილე. მომისმინე, მამით, მომისმინე, გენაცვალე, მამით, მომისმინე PUBG და ყველაფერი გადადე გვერდზე. თავარი მამიდა დაიმახსოვრე არის ნათესაობა. მართალია ამათი ნახევარზე მეტი ქორწილში და ჭიში და ხიში ნახავ ერთმანეთს და იქ ჩაეხუტებით და იმის იქით შეიძლება არც მოგესალმონ და არც გამარჯობა არ გითხრან, მაგრამ დაიმახსოვრე ნათესაობა მამიდა. ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ, გენაცვალე შვილო. აბა მოდი ახლა, აბა შენ. ანუ ჩამოხვედით. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა ჩემებო. აიმე! მაგული! ნანა! ნაცვალე, ჩემო, აიმე! შემო, მაინატრებო, აიმე, გოგო, რამდენი ხანია? რამდენი წელია? ნანა! ნანა! რამდენი ხანია არ ვინახე? ბოლოს როდის აიმე, გნახეთ? ფიზიკოს ხელის რო იყო გასვენება 10 წლის წინ. ნანა, იმისფერი არ მინა, რა კარგად გამოიყურები. არავინ მოკვდა რომ კიდე შეგხვედროდის არ. აბა, შენეგად. ისე რა კარგად გამოიყურები მადონა. წლები არ გემატება. წონაში მოვიმატე, მაგრამ შენ მართლა კარგად გამოიყურე. არა, მე ხვეს ამოვიწე. აი, არა, ძალიან არა. გენაცვალეთ, თქვენ გენაცვალეთ, როგორ მე. ეს ვინ არის ეს? ოი. მე ვერ ვიცანი. ეს არის ჩემი უფროსი ძმის შვილი. მამუკასი? მამუკასი, აბა. მამუკასი? მამუკასი. ეს არის კაცო მამუკას ბიჭია. დედა, მოდი აქ, მოდი. რა ქვია, დედა? კაკუნა. უყურე როგორ მიპასუხა მოქალაქეა უკვე. გამოდი აქ. მამუკას ბიჭი არის ეს? მამუკას უნდა. შენ გენაცვალე. მამუკა. ვინმე, ვიზი, შენი ჭირიმე, რასისოს გამა შეხედე, რამ ხელაკაცია. ჭირიმე, ვიზი, შენი მოდი. რამ ხელა ბიჭი. შენ როგორ გამიხარდა ამის? ეს რო სამშობი არ უნდა გამოვყავდა. აი, ამაზე მეწვინა, ამაზე ეტეოდა და ეხლა ამის ჭანჭრიკები არ ჩამეტივა ამან. მიდი, ჩააგორე ვიზი. კარგი, მოდი. აწიწდა ბავშვი, გადაწიწდა კაცო. უცხოკია ჩვენაო, სუხელა ჩვენები არიან, მიდი კაცო. ფურთაზი სხვა თაობა, გაჩერდი, მუთო გამო, მუთო. მუთო გამო. მაცადე, მე და მამა შენი ბიძი, უხ როგორიც მაკაცე. ვინ გაბერ რასამო, შენ რო ბიჭო. ეს მარკა შეიკეცები. რაგინო? შენ ბიჭო, მე რო აწე არ დამირეკო რა შევ ბიძი როგორ ახ რო არ მომეკითხო? всё ბიჭო. აბში წოდოა ბიჭო გამოდები. აი კაცო, ნუ შეადგე, სხვა თაობა არის მეტი. მოიცადეთ, ეხლა მოიცადეთ, მეორე შანსი ესეთი არ მომეცემა. კაკუნა, ეხლა უნდა გაგაცნო შენ დანარჩენი ნათესავებით. გადმოდით აქეთ სადახარ. აი გენაცვალე. ეს არის ჩემი მურთაზის ბიჭი. მურთაზი ხო იცი ვინ არის? მამი. ვიცი. შენი ალალი ბებიის ბიძაშვილის ნათლური. ნათლი მირონობა მომბით ხო იცი რომ 9 თაობაზე გადადის და ეს არის ბოლო თაობა. ჩაიხუტეთ ერთმანეთს. გადაიღე რა. აქედან გადაიღე, გეხვე გენაცვალე. გადაიღე. ემოционური აფიზე მოჭი, მე მამუკას ბიჭია. გავიგე, მაგრამ შეწუხდა კაცო. მოიცადე ერთი წუთი. გენაცვალე თქვენ. ეხლა კაკუნა
ეს არის შენი ალალი ბიძაშვილის ალალი მამიდაშვილი. ჩაიხუტეთ გადაუღერა გეხვეწებია გადაიღე. იღებენ იქეთ. გადაღებულია ჩათვალე ყველაფერი. მოდი ეხლა. ეს არის შენი ალალი ბიძაშვილის ალალი ბიძა. ჩაიხუტეთ. დაი, ბონდო, გამოდი. აი. ბონდო, მაგარია. ბონდო ჩამოჯექი რა ბონდო. აი, მოდი აქ. ეს არის მე იცის ვინც ვარ კაცო მაგარი. ნუგზარი. მე როგორ ხარ ნუგზარი? კარგად, მე ვიცი კაცო საოცარი ბავშვია ეს. სულიკოსი ხოა ეს კაცო. ამხელა გოგო ყავს სულიკოს არ გადამრიო რა, არ გადამიყვანო ჯგოიდან ეხლა, სულიკო კი არა, მამუკა ქვია მამაჩემს და გოგო კი არა, ბიჭი ვარ მე. ოიცაბი ძამო, ვერაფერი ვერ გავარტყი ეხლა მე. ვერაფერი ვერ გაარტყი. კაი, მე გავალ ეხლა თავიდან შემოვალ, ვიდი და ვცადოთ, კაი? მიდი, ნონა, აქვე ტრიალებს შენ შემოგეულ. კაი, გოგო ყავს სულიკოს, და. გენაცვალე, ჩემებო. ამუკიჩ. ჭირიო შენ. შემოკარგე. კაი, არ დაახლას მისნა. დიანა! ნანა, ვაიმე! და ესენი. გენაცვალე. შემოკარგო ადამიანო, როგორ ახარ ვაი? როგორ ახარ გოგო ღვთის წყალობით კარგად ისე რაღაცნაირად კარგად გამო აი ესე თუ ესე თუ შევხვდებით ერთმანეთს და ეს ლხინი თუ შეგვახვედრებს აბარა გოგო აბარო ასე მაინც ნათესაობა დაიკარგა აი მე რა გამახარე ეხლა ხო გახსოვს გოგო მაკა აი მე ვერა აი თვითონ ვერა დოდოს ძმისშვილის ბიძაშვილის და გოგო უფროსი ვაიმე მაკა ჩემი მაკა გენაცვალე მაკა მოდი გენაცვალე როგორ ახარ გოგო დედა რა აი აწირო შემხვდეს ვეღარ ვიცნობდი მაკას ეს ვინ არის გოგო ეს ვაი ეს არის ჩემი უფროსი ძმისშვილი მამუკას ბიჭია ეს კაკუნა რას კაკუ ვაიმე შაიხუტე გადაუმგენაცვალე დეიდა რამხელა რამხელა ეს გამომიგზავნე მე ნანა რამხელა გამომშვა 1-2 თვით შენთან ვაიმე აბარა 2 თვითკენ გამოყევი ნანა ისე მომენატრეცა ვაიმე რამხ აი როგორ გავს მამას თვალწარბი მამამისისა გოგო ხო არა თვალწარბი აი ეს ერთი შემოხედვა მამამისია კოპიო მაგრამ აი ეს ღაწვი აი ესენი და ბიბილოები და ჩიჩაყვა აქ დიდი ბაბუის ვაიმე აი ცხვირი და პირი გამოხოხებული ბებო კი ეგრეა გამაწყვით მამიდა თუ რა არის ეს ვერ მივხვდი მაკაი ბიჭი ხარ მაკა ხო მიხვდი ვინც არიან გოგო რა ვერ მივხვდი მამამისი რო დადიოდაენ ხო იცი რა ფერ არ ვიცი ვორონცოვზე რო იყვნენ ხოლმე იქ ხო გაგახსენდა აბა არ გამახსენდა ჩვენი ადგილისადაა ის თუ იცი რა ვერ ვიცი დავსხდეთ მერე წამოდი დავსხდეთ არ დავსხდეთ დავსხდეთ ხო წავედ ნანა ჩემო ძვირფასო დავსხდები და მიდი უჩემოდ არ წახარ რომელ მაგიდას ხარ მეხუთესთან მოვალ მე გენაცვალე იმდენი მაქვს მოსაყო მაკა ვაგაშემეულე ბიჭო აი მოდი შეთვარ საკოცნო აკანა უნდა დაგადო წუჩები და ასე აი კაკუნა კაკუ ვერ იცანი მამი ვერ ვიცანი ეს არის ჩვენი ნათესავი მამიცა ძალიან კაი ბიჭია უბრალოდ ეხლა მთვრალია და ვერ გიცნო თორე გამოფხიზდება და მოვა ფოკუს ვერ ასწორებს მამით მოვაუთ ეს იცი ვინ არის შენ დაბადების დღეზე სამი ჭიქა კბილებით რო დაფშკნა და გადაყლაპა მერე რო სამონტყოფოში წავიყვანეთ აქ რო სულ ძლივს რო ავაწყეთ მაგრამ იმ ისეთი კაი ბიჭი ამას ვენაცვალე ნანა უი ნანა თედო როგორ ახარ ნანა როგორ ახარ რამდენი ხანია არ მოდი ვერ გიცანი და როგორ გამენოდებულ ხარ აი
მივაქცა ყურადღებას. ვაი, ვერ გიცი. რა შვები, როგორ რა ვიცი, აი კიდე კაი რა ეს ქორწილები. ვარჩეთ. ისა, კაკუნა, ეს ხო იცანი ვინ არის, მამი? ვერ ვიცანი, ვერა. მაიმე, მამი და შენ დაბადების დღეზე 1 წლის რო გახდი. მაშინ მოვიდა იმდენი გეფერა, იმდენი კოცდა, ვაიმე, გიჟივით ისე უყვარდი. ვერ გაიხსენე? ვერ ვიხსენებ რანაირად. მე რა თაობა. კაცო, ეს კაკუნა, კაცო? კაკუნა ხო? კაკუნა. ვაი, შემოგევლე. გენაცვალე. რა მხელა გაზრდილა. მამუკას უფროსის. მამუკ ვაი, გენაცვალე. რა კარგი ბიჭი, რამდენი წლის არის? 18-ის ვაი, გენაცვალე. რა მხელა გაზრდილა. სწავლობს აი მე უმაღლესად. ვაი, გენაცვალე, ჩუო. თურმე კარგად სწავლობ, ხოჩა. სად სწავლობ, სად, კარგუნა? ჯავახიშვილში ეკონომიურზე გვინდა. ჯავახიშვილი. აი მე სამი რა შემთხვევა უბანს. დარი. დაშკიგიე. ვა, რა კაცი. მაგარი კაცი გაეძლო. ახლა ვასკატო. ბიჭო, არ მოსულა, ხო ის, ხო? არა, ჯერ არ გამოჩენილა. მაგას იმინე სახეს აუათხმიშო პროსტატო. ბაზარი არა. და ბიჭო, ოფშაკის პული წაიღო ტიპა ბიჭო, ვაფშე არაფერი არ გითხა ბიჭო, სად არის ეგრე? ხო და მაგ ყველაფრის გამო მაგრამ უეთხოვება მაგას. ბიჭო, წაიღო, წავიდა, ეგრე არ არის ძმა. აქ ჩვენ ხალხი ვარ, ჩვენ დედა გაიგე ბიჭო. ეგრე არ არის ბრატ, წაიღო, წავიდა, ეგრე არ არის ბრატ რა. აუ, მამეთ, მომხედე. მამეთ, ბიჭო, რა გინდა ძმა? შენ ან ქართულში მოიმზადე ძმაო, ან ვაფშე ხმარ ამოი. ბიჭო, ვასკა, რაც იცის ძმა და всё რა. რაც იცის რა ბიჭო, თავი გრამატიკა ისწავლეს, მაგრამ მართლა არ დაილაპარაკო ვაფშე ვინ არის ბიჭო. ამას უყურე. გაუმარჯო ძმა. და ბავშვით მოვედი და ოდიში რა გენაცვალე. ოიცა ბიჭო რა არის ბიჭო რა რაზბორკაზე პრედმეტით მოხვედი ბიჭო? მედმეტი რა შვაშია ძმაო, ბავშვი წამოვიყვანე სახლიდან რა არ შეიძლება, ვერ გავიგე თუ რა ხდება ბიჭო. ბავშვი წამოიყვანე ძმაო, ვერ გავიგე რა მე ძიძა არ ყავდა ბიჭო? არ ამყავს, ძმაო, არ ამყავს, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემმა შვილმა, ხო, შეუმდგარი პიროვნების მსოფლმხედველობის ჭრილში შეხედოს სამყაროს. გასაგებია ბრა. მიიღე პასუხი. რა მომზადებული მოსულა მომზადებული, აბა რა კითხები გაქვს? ძმაო, წაღებული ფული მოვიდეთ ბიჭო. ერთი წამი მოდი რა ცოტა დავლაგდე დეტალები გავიაროთ. მაგ ერთი წამი და ჩუმა თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბავშვს ძინავს და უხერხული. არ არის პრობლემა ძმა. ო რა რო ისე, აბა რა გაინტერესებთ, აბა გისმენ. ოფშაკის ფული იყო ბრატის და რომ დაავლე ხელი და მოძუძიგე მოიტანე ეგ ფული ბიჭო. ბიჭო, მომისმინე ერთი წამი ბრატ. მე ჯერ ერთი ეგ არ ვიცოდი რომ ოფშაკის ფული იყო და მე მეორე რომ მივდიოდი ხო ვთქვი რომ ეს ფული მამინდა ჩემის ქორწილისთვის ჭირდება მეთქი ძმაო. მამინდა გამithხოვდა ძმაო რა მოხდა ავიღე და დავაბრუნებ ხო ამ დედან. როგორ? ბიჭო, მამინდა გამithხოვდა ძმაო და იმის გულისთვის ავიღე ძმაო რა პრობლემა. ანუ ისინი შენ რა გინდა რა ძმაო რომ ჩვენ მამიდებს ბედნიერება არ უნდა ძმაო. უბედურები უნდა იყვნენ თუ რა ვერ გავიგე. მაგრამ იციან ძმაო ქალებმა რომ ოფშაკის ფულია ძმაო და თრგუნავენ თავის ბედნიერებას და ოჯახებს არ შენ ბიჭო რეალს ბაჭო საერთოდ ვიდეო აქ შუაზე ბიჭო ბავშვი გამიგვიძეს როგორ იციან აუ ბავშვი გამიგვიძესა აიო ცენალიტი რომ მამაჩკო გოჩაბატა ჩემი მამაჩუ დაგითე თქვა თავებს ბიჭო ბავშვი რა გამიგვიძეს ბიჭო ჩემი მამაჩა
ცოტა წნარად ბიჭო და დავალაგოთ თემები. ბიჭო, კიდე ვაფშე. მოდი რა მე გავთანაბრდით, ბრა. ვერ გავთანაბრდეთ. ჩაჯექი ბიჭო, მოდია. ბიჭო, ნუ ფართხალებ ძმაო, ბავშვი რო ვერ მხედავს, ნერვიულობს და ტირილს იწყებს, ბიჭო. რო ჩავჯდეს ადამიანახავს, ხო უყურებ რა მყელა კალეას კარ. მაშინ ესე გეტყვი, ბრატ. აი მაგ ფულის გამო ნოდარას იცი ვაფშე რა პრობლემები შეექნა? რა პრობლემები შეექნა? შენ ილაპარაკე, მე თან ბავშვს დავაძინებ, კარგი? ბაზარი არა. რა პრობლემები შეექმნა ძმაო და იმენა ამ ფულს აკლიაო რა და ტიპმა შეიგინა თო იავნანა პარდავნანა ვინო შეგაგინაო ვინდა ნოდარამ ძმაო მაგან ხო არ გაუბერა ეს რა იკადრაო ბავშვს რა მაგრადუბლის მოდი შევრიგდეთ რა ძმა რა მაგარი კაცია ბიჭო აისუა რა გამოთქმა რა კაცი მეგონა ყოფილაო კაროჩი რა იმინა შევაზია ნატყვა შვაზე ჩემი ბიჭო რა გრამატიკა გაასწორებინე ბიჭო რაც იცი ძმა და ნუ იმაში ბები მაედა გრამატიკა გამოასწორე მამედ ხარ თუ ვიღაცა ხარ შენ ბიჭო ეს ნახე თო ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ეგ ფული უნდა ჩამოვიდეს რა ბიჭო რა მაცალე ბიჭო ბავშვს დავაძინებ ალა მამა ჩენა რა ახსნით შვაზე ბიჭო ამე არ შეგეშალოთ ბიჭო ალა მამა ჩენა თქვენი დედა მოტამე ბიჭო თქვენი რა ბიჭო ბიჭო ენას ამოგაწრო და ბავშვს გავართობ შენი ბიჭო ადრე გაგარხო ბიჭო შენ ბიჭო ვინმეში ხარ გეშ ვაფშე ძმაო შენ ჩემზე აზე ბიჭო გამორთეს მეძინება პროსტა გამორთესა თო მოდი ბიჭო მიაძინეთ ეს მეუღლე მირეკა ხო ნათი ხო რა მომისმინე ერთი წამი მე რამდენად უნდა გითხრა რომ ეს ბავშვის ჭამის დროს და თავნის შაბარების დროს ნუ მახსენებთ 4 საათზე მიიღებს ბავშვი იმდენს რამდენიც ეკუთვნის ამ რძეს ხო თუ არ მიიღებს და მე მომეთხოვება ხო არ მინდა ეხა ხო ეს რიჟა ბაზარი აი ნახავ ზეგ აი ხო სად ვიყავით სად გავჩერდით ფული უნდა მოიტანო ბიჭო ხა პოსა ბავშვენ პროსტა პატივ თორე იმენ რას დაგჩეჭქო ბიჭო დამაძინებინეთ ბიჭო ბავშვი და მე ვიბაზრო ბიჭო მოდი რა ჯერ ფული მოიტანე ბიჭო და მე დავიბაზრო აი გავაძინე ნანა იავნა ვაჩიო დაიძინე გენაცვალე იავნანირა ვახრა მაგრად მღერი ხართ ბიჭო თუ მაგრები არ იყო თქვენ დედა ძმა ბიჭო მაგრები ხართ მომისმინე ძმა ბიჭო ბიჭო რასო მეკაჩავი რაც ვიცი ძმაო რა გინდა ძმაო თავი დამანები ძმა რა შენ ვინ კაროჩე შენი ქართულის მასწავლებელი ჩემი დედა რა კაროჩე რო გაიგოს მაგმონჩუ აუ კაროჩე რა გინდა ბოლო ეს დედა ნაკაჩი ბიჭო რა ხო შეიძლება რომ გაჩედ ან ისწავლო ქართული რა მაგის დედავატი რა არის ეს დედა არღნიანი ბიჭო დედა ვაიმე პირველი სიტყვა ბავშვმა დედა დედაო თო რა საყვარელია გილოცავ რა მაგარია ბიჭო რა მაგარია ბიჭო მაგრები ხართ თო ნეტა ჩემი ბავშვიც ეგრე დედას იძახოდეს თო ძალიან მაგრები ხართ თქვენ დედა მენა გილოცავთ ძმა რა ვიდ მამედ რა გინდა ეხა შენ ბოლო გამაგებინე ძმაო ბიჭო თქვენასო მიყვირი ხართ თო რა გინდა შენ ბოლო ჩემი დედა მითხარით მაიცა როგორ თქვა ბიჭო ბიჭო რას ვთქვი ჩემი დედა ძმა მაიცა ეს ხო პირიქით იგინებ ანუ ჩვენ შეგვაგინა ანუ აგა ესე იგი შეგვაგინა ხო შენ მამედ მოდი აქ ბიჭო ბარათი დაიბლოკა. მალე რა ცოტა მეჩქარება რა გოგონი რა. ახლავე. აი ბარათით იხდით. კი ბარათი დიახ. წუთი. აი დააფიქსირეთ ბარათი. წუთი. აი. და კოდი შეიყვანეთ. კოდიც ეხლავე. უკაცრავად არ დადასტურდა და თავიდან რომ შეიყვანოთ კოდი დიახ. აი მე რატო? აი. არც ახლა არ დადასტურდა. რას ამბობ კაცო როგორ არ დადა? აი რაღაცა დაწერა. არ დადასტურდა და ამხელა კოდი არ უნდა შეპიტალო კაცო 4 ციფრიანი. 4 სუმეშლო პირადი ნომერი შემოხვალ მე მაპატიეთ გოგონი გათიშული ვარ რაღაც. აი.
დიდი მადლობა. არა, იცით რა არის? ეთქობა ბარათის პრობლემა არც ახლა არ დადასტურდა. არ დადასტურდა? არა. კი, მაგრამ რატო ერთი წუთი ბოდიში მაშინ? კი ბატონო. ბანკში დავრეკავ, კარგით? კი ბატონო. მაპატია, ჩემ მეგობარო ის ბარათის პრობლემაა და ინდი შემოგე. მოგესალმებით. თქვენ დარეკეთ ბანკში. ხმის ჩამწერი აპარატურის არ ქონის გამო თქვენი საუბარი იხატება. დაელოდეთ ოპერატორს. გამარჯობა, ოპერატორი ნათია გისმენ? ნათია, გამარჯობა, მარკეტში ვარ ეხლა და ვერ გადავიხადე, იმიტომ რომ ბარათმა რაღაცა, რა ვიცი, დაიბლოკა თუ არ ვიცი, იქნებ დამეხმაროთ რა. ბატონო, თუ შეიძლება ცოტა კორექტულად ისაუბრეთ და ზრდილობას მოუხმეთ. არა, არაფერი ისეთი საწყენი არ მithქოს, ახლა მე ნათია რატომ მეჩხუბებით, არაფერი ისეთი არ მithქოს. არაფერი ისეთი არ გითქვათ. ბატონო, პრობლემაზე ხო რეკავთ ნამდვილად? დიახ, პრობლემა არის, რომ ვერ გადავიხადე მარკეტში, დიახ. ბატონო, იცით რა არის? მე ვერ დაგეხმარებით. უნდა გადაგხდოთ ტექნიკურ ჯგუფთან. ტექნიკური ჯგუფი პირად ბანკირს დაგაკავშირებთ. პირადი ბანკირი ფილიალის ხელმძღვანელთან. ფილიალის ხელმძღვანელი შვებულებაშია, ვერანაირად ვერ დაუკავშირდებით და ავტომატურად ჩემთან მოგიწევთ დარეკვა. ამის შემდეგ თქვენ ნერვები მოგეშლებათ და გამზრდილს მაგინებთ. ხო და ბატონო, თუ შეიძლება კორექტულად ისაუბრეთ და ზრდილობას მოუხმეთ. აი, გეხვეწებით. ალო. გამითიშეს ისე. ბოდიში ვიხდი რა. გელოდებით სამი. კი, აი რა არის, ისე ბარათის ამბავია, რომ ვერ ვიხდი რა, პრობლემა არ არის, აი. თქვენ ქეშით იხდით თუ ისე იხდით, ბარათით თუ? მე ქეშით გადავიხდი ალბათ. ქეშით გადაიხდი, ხო, ძალიან კარგი, თორე ბარათი ჭედავს და დავრეკა ბოდიში რა. მოგესალმებით. თქვენ დარეკეთ ბანკში. სესხის პირობების გასაგებად აკრიფეთ 1, ვადაგადაცილების შემთხვევაში აკრიფეთ 2, ტექნიკური პრობლემის მოსაგვარებლად აკრიფეთ 3. თუ ძირს ბრინჯი დაგეპნათ და ბევრი დრო გაქვთ, აკრიფეთ სათითაოდ. ან დაელოდეთ ოპერატორს. ოპერატორს. ოპერატორი ნათია გისმენ? ნათია, წერან გესაუბრეთ, მე მარკეტში ვარ, ეხლა უბრალოდ ვერ ვიხდი რა და ცოტა ისე რაღაც ნერვებიც მეშლება ნელ-ნელა რომ იქნებ დამეხმაროთ რა, ან ინტერნეტის ბრალი, ან ბარათის, ან რა ვიცი თქვენი ბანკის, იქნებ რამე. ბატონო, პირველად დაგემართათ ესეთი რაღაცა? დიახ, პირველად, დიახ. იცით, მე მრავალჯერად შემთხვევებზე ვარ და ეხლა გადაგამისამართებთ პირველად შემთხვევებზე ვინც არის. ბატონო, მალე რა. დაგველოდეთ. მალე რა, რიგია და ხალხი იმაშობა რა. გოლის ვიხდი რა. არა უშავს. ოპერატორი მადონა გისმენთ. აი, რა ხდება, იცი, კაპიტონ მადონა მარკეტში ვარ და ბარათით ვერ გადავიხადე და ძალიან დიდი რიგია და უბრალოდ მეუხერხულება, იქნებ რამე მოაგვაროთ პრობლემა რა. დიახ, დაგეხმარებით. მითხარით თქვენი პირადი ნომერი? 0 100 200 300 400 500 დიახ. გამელოდეთ? დიახ. ვასილ ფხაკაძე, ხო? დიახ, ვასილ. ბატონო ვასილ, თქვენი საიდუმლო სიტყვა მითხარით? ჩემი საიდუმლო სიტყვა ესა, ტიტველი ვარ და გელოდები. ბატონო ვერ გავიგე უფრო ხმამაღლა რომ მითხრათ? ტიტველი ვარ და გელოდები. ბატონო ვასო, არის მის უფრო ხმამაღლა მითხარი? ტიტველი ვარ და გელოდები, ტიტველი ვარ და გელოდები. დიახ, საიდუმლო სიტყვა კოდი ტიტველი ვარ და გელოდები სწორია. ახლა გისმენთ რა პრობლემა გაქვთ? ბარათით ვერ გადავიხადე მარკეტში. საჭმელი მიმაქვს სახლში 2 პური და 1 ზეთი და იქნება რომელნაირად მივიტანო სახლამდე. ბატონო ვასო, თქვენ VIP მომხმარებელი ბრძანდებით, ხო? კი ბატონო. მე სამწუხაროდ არ ვემსახურები VIP მომხმარებლებს და უნდა გადაგხდოთ, დაელოდეთ. კი ბატონო, გადავხდეთ. ოღონდ მალე რა გადავხდეთ. შეიძლება რა დაუჩქარეთ. თქვენ ბარათით ქეშით გადავიხდი ძმა, ქეშით. მე თუ მასკრეს მე გადავხდი, მე მამადიეთ თუ. იგენას. ოპერატორი თამარი გისმენთ? კაპიტონ თამარი, გეხვეწები, დამეხმარეთ რა, უკვე აღარ შემიძლია რა. მარკეტში ვარ, ვერაფერს ვერ ვყიდულობ, ბარათია დაბლოკილი და აი ამხელა რიგი დავაყენე უკვე მარკეტში მე. კარგით, პირადი ნომერი მითხარით თქვენ? 0 100 200 300 400 500. ვასილ ფხაკაძე. დიახ და ძალიან კარგი. იქნებ თქვენი ბარათის 12 ნიშნა კოდიც რომ მითხრათ? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 12 დიახ. უკანა სამნიშნა კოდიც მითხრათ? 1 2 3 დიახ. თქვენი ცოლის სახელიც მითხარით? ლალი. თქვენი საყვარლის სახელიც მითხარით? თიკო. თქვენმა ცოლმა იცის რომ საყვარელი გყავთ? არა. ხომ არ გნებავთ უთხრათ? არა, საჭიროა, სისულელი არ არის საჭირო, არა. კარგით, მაშინ საიდუმლოს დაზღვევის სერვისი უნდა გავააქტიუროთ ბატონო ვასილ და თქვენ თვეში ჩამოგეჭრებათ ართქმის საკომისიო 100 ლარი. რა სამკაცო 100 ლარი რა ამბავია? გეზურებათ ბატონო ვასილ. ძვირი. ასეთ შემთხვევაში მე პარალელურად ვრეკავ თქვენს მეუღლესთან და რაც არა, მაშინ იყო, ჩართეთ, კი, ჩართეთ. ჩართული იყოს. კი ბატონო. კარგი, საიდუმლოს დაზღვევა გააქტიურებულია ბატონო ვასილ, ბარათის პრობლემის გამო გაკავშირებთ ტექნიკურ სამსახურთან. კიდევ ტექნიკურ სამსახურია, კიდევ ტექნიკური სამსახურია, ბოდიში. ალო, ოპერატორი ნათია გისმენთ? ნათია, ეხა მომხედეთ, ეხა უკვე ნერვები მეშლება, ნათია უყურე. მარკეტში ვდგავარ ამდენი ხანია, ბარათი არის დაბლოკილი და არ ვიცი რამენაირად ჩართეთ რომ გადავიხადო.
დიახ, თქვენი ნომერი ფიქსირდება, თქვენ ჩვენი კლიენტი კი ბრძანდება. ბატონო, თქვენი კლიენტი ვარ. ძალიან კარგი, რომ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ჩვენი კლიენტი ხართ და თქვენ ბრძანდებით. მოდი გავიაროთ იდენტიფიკაცია, კარგით? კი ბატონო. სახელი გვარი რომ მითხრათ? ვასო ხაკაძე. სწორია. დაბადების თარიღი? 0171. სწორია, პირადი ნომერი? 0100 200 სწორია, თვალისფერი? მწვანე. სწორია, კბილების რაოდენობა? 32. სწორია, რამდენი კავშირი იყრით ჭიკაში? 2. სწორია, თქვენი ცოლის საყვარელი ნაწარმოები? სწრაფად, დრო იწურება, 5 წამი დაგჭირთ. 5, 4, 3, 2, 1 და სამწუხაროდ თქვენ მეორე ტურში წააგეთ. თქვენ დაკარგეთ გარანტირებული ზარი ოპერატორთან. კარგად ბრძანდებოდეთ, კვლავ დარეკეთ. რა კარგად ბრძანდებოდი? ალო, არ გამითიშო ერთი წუთი. ალო. ამათ უტყიდებ ხა მე. ჩემი ძმა, მალე იზამ გელოდები. რა გავაკეთო, ჩემო ძმა, ვაი, რა ვქნა? ჩემი ბრალი ხო არ არის. ვრეკავდა, მეტი რა გავაკეთო ხალხო რა ვქნა? მე მაპატიეთ, რა ვქნა? მე გადავიხდი შენსაც ვაგი. არ მინდა რატო გადამიხდი. ალო. მოგესალმებით. თქვენ დარეკეთ ბანკში. ყოველ მე-100 განმეორებით დარეკვაზე ფსიქიატრის კონსულტაცია უფასოა. დაელოდეთ ოპერატორს. დიახ. ოპერატორი მადონა გისმენთ? ეხლა მადონა მომისვინე შენ. დიახ, გისმენთ. მარკეტში ვარ. ამდენი ხანია ვრეკავ, ბარათი მაგ დაბლოკილი და ვერ გადამიხდია, რიგი დავაყენე. არ მაინტერესებს, ჩართეთ ბარათი. ერთი წუთით ეხლა თქვენ მოგივათ SMS-ი და რომ იკარნახოთ კოდი. 0607. მადლობა. ეხლა მეილზე მოგივათ განცხადება და რომ დამიდასტუროთ. ერთი წუთი მეილზე. დავადასტურე. დიახ, მოვიდა. ეხლა მოვა შავი ყუთი სუპერმარკეტში და რა დევს შავ ყუთში რომ მიპასუხოთ? მოვიდა? დიახ, მოვიდა. კარგი. მაშასე. ბატონო ვასო. ხაკაძე. დიახ. რა დევს შავ ყუთში? დრო. შავ ყუთში. მოდი შეეს ჩემი ძმა. შავ ყუთში დევს ესე იგი კოდი 011 და ეს სწორი პაროლია. გილოცავთ ბატონო ვასო. ეხლა გადაგხვდათ გამარჯვებული კლიენტების მომსახურების ჯგუფთან. კარგად ბრძანდებოდეთ. როგორ რა გამარჯვებული შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ ხარ მაგინებიო თავი? როგორ გამოგწევდით საერთოდ ეხლა რა ხდება რა? რა ხდება რა დაგინგრევ თავს ეხლა ქალი ხარ თუ მიწაღა ნერვი არ მომიჭალო ეხლა ვაიმე დაწყნერდით ბატონო ვასო. რა დავწყნერდი შენ ნორმალური თუ ხარ ხალხი გაგიჭებულია ვინც დგას რიგში ყველა თვალებით მაგინებს ისა ბატონო ვასო თვალებით ვინც გაგინებს შეგიძლიათ იმათი პირადი ნომრები მითხრათ. როგორ შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ ხარ მანდ მომიყვანში არა ნორმალურ ადამიანო შენ უსინდისო შენ რა მომსახურებია საერთოდ ცოტა კორექტულად ბატონო ვასო. რა კორექტულად გაგინგრევ თავს ეხლა ნერვი არ მომიჭალო გადამახტევიეთ აქ დაწყნერდით ბატონო ვასო. უსინდისოებო თქვენ დაწყნერდით ბატონო ვასო. რა დავწყნერდი როგორ დავწყნერდი საერთოდ ელაპარაკებით დაწყნერდით ბატონო ვასო. დაწყნერდით ბატონო ვასო. დავწყნარდი ნამდვილად დაწყნერდით? კი დავწყნარდი დარწმუნებული ხართ რომ დაწყნერდით? დარწმუნებული ვარ დიახ სხვათა შორის ჩვენი ბანკი გთავაზობთ ავტოზაზღვევას. თუ ხართ დაინტერესებული და დრო თუ გაქვთ, ემი დედა მე ნერვი არ მომიჭალო. ეხლა მომისმინე გოგო შენ აქ მოაწყდე ვიღაცა არ მაინტერესებს და გადამახტევი არ ვიცი გამოუჩი ვიღაცა რიგი დავაყენე აქ ნორმალურები თუ ხარ თქვენ საერთოდ. ფული მომიტანეთ ან ჩართეთ ბარათი. მე მაპატიეთ ეს ვინ არის ეს ნაგლები ესენიტო? ესე იყო ხალხი არ არიან ეს. იცით რა არის მე უსინდისო ადამიანები ეს. დაგელოდებით ამ ხელარი იგია უკვე და იქ. აი ქეშით გადავიხდი იყოს ხო ბარათი რა ხან არ არის? ქეში. რითი გადაიხდი? ქეშით რა ქეშით. რა ქეშით გადაიხდი შენ ნაბაროკა ქეში ქონდა და გამოდი და რა გამოდი გამოდი რატო ეს? რა დავტოვო მე ხელი გამიყვანე მე და ხელი გამიყვანე. არათით გადა. ხელი გამიყვანე ბიჭო რა. პრობლემური წვრილი ფსიქოლოგი. მომისმინე ახლა ეს არის ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ნანა. შენ შემოგივლე, ძალიან მაგარი ფსიქოლოგია. გეუბნები თქვენ პრობლემას მოაგვარებს, დაგაწყნარებ, დაგამშვიდებ, ციაკო შვილო. ბატონო, ყველაფერს დაგიწყნარებ. ძალიან მაგარი ფსიქოლოგია, გამოცდები. ძალიან კარგი, ძალიან. ისეთმა ადამიანებმა არ გაუწია რეკომენდაცია, რომ აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გიშველით. უბრალოდ ყურადღებით მოусმინე. არ არის. გემუკა დედა, შენ არ გახსოვს მე და მამიკოს რამხელა პრობლემა. მე და ვაჟას ქონდა სასწაული პრობლემები, ამ ქალთან დავდიოდ. რა გააკეთა, იცი მოგვიგვარა ყველაფერი. ვაჟა. შენი დედა
აი, გადავშილო. ტონი როგორ დაუწია, იცი? დააწევნეთ, რომ ეს იცი რას ყვიროდა? საშინლად. საშინლად. რა მოწყდი შენ? აი ხარე. იქნება რაღაცა, რა ვიცი, ახლა მაგიტომაც მოსულები და მეც რაღაცა იმედი მაქვს. ხო, მეც რაღაც მგონია, რომ დაგვეხმარება და რაღაცა უფრო აუცილებლად დაგეხმარება. კი, კარგად იქნება ყველაფერი. ისე რა დრო, რაღაცნაირი სხვანაირი დრო მოვიდა რა. ჩემ დროს საერთოდ არ იყო ეს პოპულარული ეს ფსიქოლოგი და რაღაც ფსიქოლოგთან სიარული. მახსოვს მე და შენ პირველად რო ვიჩხუბეთ, ხო გახსოვს? მე და ჩემმა ქმარმა პირველად რო ვიჩხუბეთ. ქურთთან ავედით და იმან შეგვარია. აბარამ. რა დრო იყო იმენა ჟიზნუარამ. ასე მოდი ხიძე გადი მაგე. შენი კუჩი ნიუ-იორკში, შენი კუჩი ნიუ-იორკში. გაიხსენა ახალგაზრდობა. მაგარი კაცი ხარ. ჭირიმე შენი რაზიასე. აი მამა რა. სახთი გაბა. გამარჯობა. გამარჯობა. მოვიდეთ. თემუკადი. აბა მამა. აბა. ბავშვი, აბა ხელი. ძალიან ნერვიულო. მოდით მოეშვით ბოლომდე ყველაფერზე ხოით თან მამამ და თავისუფლად გახსნილი იყავ. ამიკო რაც მოიღერა. და მამა თავისუფლად. გამარჯობა. ყველაფერზე ისაუბრეთ. გამარჯობა. დიახ, დააბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფერი. მადლობა. ცოტას ნერვიულობთ, მაგრამ არ ნერვიულობთ, არაფერი არ არის სანერვიულო. მინდა პირველ რიგში აუცილებლად ხაზი გავუსვათ და გითხრათ, რომ ურთიერთობების წარმართვა ჩვენთან ანუ ორი გზით ხდება. შევეშვათ, საერთოდ გავცილდეთ და მოუგვარებელი დავტოვოთ ეს პრობლემები და მეორე გზა. თვალებში ჩავხედოთ პრობლემას და მოვაგვაროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მეორეს ავირჩევთ. რა თქმა უნდა. თანახმახართ და დავიწყოთ მაშინ. კი, ჩვენ სადავართ. სადავართ ყველაფრისთვის და გენდობით 100%. კი. მოდით მაშინ პირველ კითხვას დაგისვამთ. რა არის თქვენი ძირეული პრობლემა, რამაც აქ მოგიყვანათ ჩემთან? ნუ ხშირად ვჩხუბობთ ხოლმე, რაღაც კამათი გვაქვს ახლა. აი, როგორც ხდება ხოლმე რა, წილებში და მეტყვეს ახალგაზრდებში. ერთად ხვდებით ხოლმე ხშირად რაღაცეებზე. ხშირად გვაქვს ხოლმე. ხშირად თახდებით. ეგეც არის, რა ვიცი. ანუ მე როგორც მივხვდი, უფრო ხშირად ვერ თანხმდებით, ვიდრე თანხმდებით და ნუ კი, ძალიან კარგი. მოდით გადავიდეთ უშუალოდ თერაპიაზე, ხო? დიახ. რა მაინტერესებს ახლა მე თქვენგან. ახლა გაიხსენეთ თქვენი თანაცხოვრებიდან საუკეთესო მომენტები, თბილი, აი, რაც ძალიან კარგად დაგამახსოვრდათ და გახსენებთ თავს. ანუ ის რა არის, ზოგჯერ არის ხოლმე ძალიან საყვარელი, აი მართლა უსაყვარლესია, ძალიან თბილია, ზეყურადღებიანია, რა ვიცი, აი მართლა ზოგჯერ არის, აი საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქმარი. ოღონდ მართლა. მართლა ეგრეა ეხლა და რა გავაკეთე? თვითონ სხვათა შორის ზოგჯერ ძალიან საყვარელი. ზოგჯერ რა, ნუ ხშირადაც შეიძლება ასე ითქვას რა. ხდება რომ მართლა ძალიან ისეთია, რა ვიცი, ძალიან საყვარელიც არის, ყურადღებიანიც და კარგი ცოლია მოკლედ რომ ითქვა. აუ, გაჩერდი ახლა რა. არის ხოლმე მართლა. აი ხა მართლა ზოგჯერ ვერც კი ვხვდები საერთოდ, ანუ ფსიქოლოგთან რა გვინდა, ანუ ვერ ვხვდები, რაში გჭირდება ფსიქოლოგი, ხანდახან არის ხოლმე. ხო, აი მაგაზეც მართლა ვიფიქრეთ, მაგრამ აი რა არის, თან რაღაცეები გვაქვს დასალაგებელი რა, ეგეც არის. ანუ როცა კარგ ხასიათია, მართლა იდეალურია რა, მაგრამ არის ხოლმე ისე, რომ ცუდ ხასიათია სახლში და აუ ეს ცუდ ხასიათია, საშინელებაა რაღაცნაირი. აი ეს სახლში მიდიხარ, ერთი წამი დავასრულებ. სახლში მიდიხარ და ცოლი ახალგაზრდა წყვილი რაღაცა და მოდი აი აქვე გეტყვით ბარემ. ხო შეიძლება. სხვათა შორის, ნუ ამ კარგ თვისებებთან ერთად, რა თქმა უნდა, თან ახლავს პატარ-პატარა პრობლემებიც. ანუ ეს თუ ცუდ ხასიათზე და სახლში მოვიდა, აი ხმას არ ამოიღებს, საერთოდ არაფერს არ მეუნება, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ფრაზას მეუნება. მამა შენმა ფული ჩაგვირიცხოს რა, აი ფული ჩარიცხოს რა. მამა შენმა
ვაფშე არ ვარ. იმას არ ჯობია ერთი წამი რომ წარმოიდგინე ახალგაზრდა ცოლი რომ წევს და შია. ახალგაზრდა გოგო. წარმოიდგინე წამოწოლილი, წამოგანძული ქმარი მოდის ადექი რაღაცა. დამშვიდი, ბავშვებო ერთი ხუთი ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით, ღრმადის უნთქეთ, აბა, ერთად ღრმად, აი, ძალიან კარგს გამოუშვით. სტუდი ენერგია ძალიან. მოდით არა, რას ამბობთ? თამამად იყავით. მოდით ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ასე ერთმანეთზე არ ვსაუბრობთ, ხო? ერთმანეთზე კი არა, ცოლზე, ქმარზე და ქმარმა ცოლზე კი არა, საერთოდ არავის ასე არ უნდა ასეთი სახეებით არ უნდა ვისაუბროთ, ხო? შევთანხმდით. კი ბატონო, არა არის. ძალიან კარგი. აპატიეთ. დადიდი ბოდიში მათ. მოდი გადავალ შემდეგ მნიშვნელოვან დეტალზე, ხო? მოდით გაიხსენეთ ხოლმე და მე მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი. აუ, მაგას მე მოყვები რა, ჩემი საყვარელი ისტორია. მოკლედ ერთმანეთი გავიცანით აპრილში. მაისი. ხო, კი, მაისი იყო, მაისში გავიცანით ერთმანეთი. ლუკას დაბადების დღე იყო. ვახოს დაბადების ლუკას ჩვენი მეგობარია, მაგრამ ვახოს დაბადების დღე. ხო, ვახოს დაბადების დღე იყო. 12 მაისი იყო, ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ აი რაღაცნაირი დღე იყო, განსაკუთრებული და გამორჩეული და ვიყავით აბახმელაში, ანუ სამე ხო, კი. წვრეთში ვიყავით, მოკლედ 12 მაისი იყო, წვრეთში ვიყავით და სამეგობრო ვიყავით და ამ დროს ჩემთან მოვიდა თემუკა და მითხრა, ვაციაკო, რა კარგი გოგო ხარო და აი მოკლედ მე ერთი წამი. სად მოვედი? აი მე სად მოვედი? რა რეებს ყვები ვაფშე? მე მოვედი შენთან და გითხარით სიაკო, რა კაი გოგო ხარ თქო, ესე პროსტა მოვაჭერი თუ რას იხსენებ? ანუ რა მოყევი ახლა? რას მიყურებ? გამეცი პასუხი. მე მოვედი და გითხარი თემუკა, კერდა ციაკო რა კაი გოგო ხარ თქო? მე მოვედი, გამეცი პასუხი. ვის უყურებ? მე გეკითხები გამეცი პასუხი. ანუ შენ მოხვედი ჩემთან და ესე მითხარი ციაკო რა კარგი გოგო ხარო. დარწმუნებული ხარო, მე ვიყავი, მე მოვედი შენთან. ხო, ანუ მახსოვს რომ შენ მოხვედი ჩემთან და მითხარი ციაკო რა კარგი გოგო ხარო. არ მოვსულვარ საერთოდ იმ დღეს მე შენთან რა კარგი გოგო ხარო რა დაბადების დღე. იმ დაბადების დღეზე მე შენთან ვაფშე არ მოვსულვარ. მან ჩვენ არ გაგვიცნი ერთმანეთს. აი ესე პროსტა შორიდან. დიალოგი არ ქონია ერთმანეთს. რა ხო, რას იხსენებ? ზუკა მოვიდა ანუ. და მე რა? მე სად ვარ აქ? ზუკა თუ მოვიდა და ზუკას გაცნობის ისტორიას ყვები, ანუ ეხა? სად? აი აქ ზუკას გაცნობა, მე სადა ვარ ამ ისტორიაში, ჩვენი გაცნობის ისტორია. უნდა მოყვე და ყვები რომ ზუკა მოვიდაო და რა ხდება გამაგებინე, სადა ვარ მე აქ? რა ისტორია მოყვე? გამახსენდა. რა გაგახსენდა? რა გატირებს? გოგო, რა გატირებს? ეხა რა გატირებს გამაგებინე? ჩვენი სიყვარულის ისტორია გამახსენდა, ანუ უცბად. რატო იწუები, რა გაგახსენდა? არ გახსოვს საერთოდ და რანაირად გეტირება? არავინ არ ტირის იმაზე, რაც არ ახსოვს. მე ვტირი ხო და უნდა გაიგო, არა რომ მე ვტირი ეგეთ რაღაცებს. ხო და იცი რატო ტირი ახლა შენ? იმიტომ რომ ვითომ რომ რაღაცა არ გითხრა, გაიგე? ფსიქოლოგთან ვარ და მაგიტო ტირი რომ შემეცოდო და რაღაცა არ გითხრა, მაგრამ მიგიხვდი მაგას, გაიგე? მივხვდი უკვე. ვიცი ვინახა შენ? ხო და შენ თუ უფრო კარგად გახსოვდა ეს ისტორია დამდგარი იყო და შენ მოგეხო. არ მაცადე რაღაცა შენი გაწიე. რაზე შევთავაზეთ? მე ზუკა რაზე? ჩვენი ისტორია უნდა რაზე შევთავაზეთ? ბიჭი ხარ, კაცი ხარ დაუთმე. ხო და რაზე შევთავაზეთ ძიფასებო? ბავშვები ჩხუბობენ ეხლა და თქვენც არ აყვეთ ერთმანეთს, თორე ჩვენ ჩხუბში გადადის ხომ მე ეს ყველაფერი. დავიღალე უკვე რა. რანაირად, ცნობა არ აყვე, მაგრამ ეხლა როდემდე ვიყო ესა, როდემდე უყურო, ამასო ჩემი გოგო იჩაგრება, ხო? როდემდე ამხელა მოდრუქმა, ცოტა. რა ხონდა შენი გოგო იჩაგრება? ანუ ჩემი ბიჭი ჩაგრავს, ახლა მაგის და ჩემი ბიჭიო, ჯერ ამხელა ბიჭი ყავს, ბიჭო, ცოტა ვერ უნდა იფიქროს და გოგოს არ ნაცვია. თავი დაანებე რა, შენი გოგო იჩაგრება, მაგრამ ჩემი ბიჭი არ იჩაგრება. ბიჭო, იჩაგრება ზუსტად და ჩემი
გამოიჩაგრება ეხა მარტა და შენ დაერაბალე რაღაცა გააგებინე მართლა შეუშვა. ნუ ხარ მე მილიონჯერ მაგ შენთვის ნათქვამი ბიჭო. ნუ გაგაცილდე, შენ გაბარა მორობია. ამას უყურე შენ მართლა ვარჯიშია ეხა. რატო ჩხუბობთ, გამაგებინეთ და ვიღალე. რა, თქვენი ჩხუბით ცალკე დავიღალე. არა ხო რა, ჩვენ რა მართლა მართალე ვაჟა მოდი ჩაგეხუტო ჭირიმეში. აი ჩამეხუტე მაგრამ არ მინდა ხოლმე. მართლა არ მინდოდა. გენაცვალე. უბრალოდ ვაჟა იმის თქვა მინდოდა რომ ჩემ გოგოს ვინც აუნა აწყინოს მოუტ კარგის. ჭირიმეში. მოიცა ერთი წამი ახლა მოუტ კარგის და ანუ რა გამოდის ახლა რომ ჩემი შვილს აბრალებ და ჩემი შვილის კარგი მოუტ თუ ისეთ თქმა გინდა ახლა. არა არა. ვაჟა შენ შვილს კი არა. არა აქვს მნიშვნელობა, გინდა შვილი იყოს, გინდა სხვა იყოს, მოუტ კარგის. მაგასობ ახლა მე. ბიჭო მოიცადე ერთი წუთი. ისევე ჩემშვილს აყენებ შეურაცხყოფას ახლა. რა გაყვირებს? რას ქვია რა მაყვირებს? ბიჭო ჩემშვილს აყენებ შეურაცხყოფას და იქ მაყვირებს. გამიჩი ერთი წამი. შენ მაგითო ვაყენებ. ერთი წამი ხელი გამიჩი. რუა გაგიშვა რა. რუა გამოგჭამწვეს ახლა და მე რა ბიჭო შენ შენ მარტო. გამიშვი ერთი წამი ხელი. ბიჭო კარგად იცი ხა როგორ დასრულებ ეს დიალოგი. რას ქვია როგორ შენ თვითშობია გაჩვენე. გამიშვი და რანაირად დასრულდება მე გასწავლე. რუა გაგიშვა რა სიტო მე ძალიან მაინტერესებს. გაგიშვა რა გინდა რა. გადი და მიხედა შაშვის და მილიონჯერ გითხარი. საანდი მოდის მოგიძდი რა და შენი დედასაც იქ დამშვიდდით, ღრმად ისუნთქეთ. 1 2 კიდევ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ ჩაი. მოდით ახლა დავიწყოთ ხო? აი გაიხსენეთ ნებისმიერი პოზიტიური რამ, რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ. არა რა არის იცით ახლა მაგის მე რა ყოფილა ძალიან ბევრი პოზიტივია კაცო ახლა მართლა ჩხუბი და ის კი არ არის ხალხო ბატონო ჩვენ ასე რაღაც ერთმანეთში არა გენაცვალე პოზიტივი ბევრი ხარო თუ გინდა ქორწილი გაიხსენე მაგის ხალხო ბატონო ახლა ბოდიშ თქვენი სახელი შემახსენეთ ეს აროზა აი მე ნუგზა ხალხო ბატონო როზა ნუგზარის თევზის არჩევა იცის ნუგზარმა და შენ შემოგივლე ის ბიჭო თევზის ოსტატი ხარ გეუბნები და მოდი გაკოცო მაგარი საფარი ნუგზა რო იცი გენაცვალე